საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა თავდაცვის მინისტრის აპარატთან არტის პაბრიკთან გამართა. ლატვიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ლატვიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაში ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ლატვიის მხარისთან შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეობა ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და ლატვიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაშიც მიიღო, რომელსაც ლატვიის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იყო ძალიან დეტალურად განხილული, იყო საინტერესო შეკითხვები რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ ინტერესს იწვევდა რა თქმა უნდა ზოგადად უსაფრთხოების სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჩვენი ახალი ინიციატივები და ახალი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან ინტენსიური კონტაქტი, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ისევე როგორც სხვა უწყებების ხელმძღვანელებთან.